Definitely, I would like to comment. ულოცავ მიხეილ სარჯველაძეს პირველადი ჯანდაცვის ისტორიულ რეფორმას, რომელსაც შედეგის სახითაც ხედავთ. ულოცავ საქართველოს. Over the past 3 years, ბოლო 3 წელიწადში საყოველთაო ჯანდაცვა მკვეთრად გავაფართოვეთ. სრულად ვაფინანსებთ ქრონიკულ დაავადებათა და კიბოს პროგრამებს. წამლებზე რეფერენტული ფასები შემოვიღეთ, რამაც გაზარდა ხელმისაწვდომობა. თამბაქოს კონტროლის მხრივად საქართველოს სერიოზული წინსვლა აქვს. დაინერგა ერთგვაროვანი შეფოთვის რეგულაცია. ულოცავ საქართველოს. ვალდებული ვარ აღვნიშნო და მივულოცო საქართველოს ჯანდაცვის რეფორმები, განსაკუთრებით პირველად ჯანდაცვაში. სახელმწიფო ზრუნვა ახლა კიდევ უფრო ახლოს მივიდა ადამიანებთან. წამლებზე წვდომის მასშტაბი, უმსხვილეს ფარმაცევტულ კომპანიებთან თანამშრომლობა, ყველაფერი შთამბეჭდავია. ევროპასა და მსოფლიო არენაზე ქართული რეფორმების კიდევ ერთ ჯანდაცვის სფეროში აღიარება კი ბრიუსელს ყელში ბოღმად ეჭხირება და ობსტრუქციასაც აძლიერებს. სანამ ვითარება საქართველოში დრამატულად არ შეიცვლება, ევროკავშირის გზა მისთვის დაკეტილია. კანდიდატის სტატუსი კი მხოლოდ სახელად რჩება. დათო მსოფლიო, ასევე ევროპის ბანკი, ეკონომიკისა თუ დემოკრატიის ინდექსები, ჯანდაცვის მსოფლიო და ევროპის მესვეურები საქართველოს წინსვლას აღიარებენ, მაშინ რა არის დრამატულად შესაძლებელი, რომელია სწორი გზა ევროპისკენ? ომში მყოფ უკრაინაში დრამატულ რეფორმებს ვხედავთ, რაც ევროკავშირისადმი ერთგულების დასტურია. ასევე მოლდოვაში არჩევნებმა გვაჩვენა, რომ მას ევროკავშირში უნდა. კიევში ხალხს დღე და ღამე ბუნკერში უწევს დამალვა. რომელ რეფორმებზეა საუბარი? ევროპული სააგენტოს გაუქმებაზე, რომელმაც ზელენსკი მეგაკორუფციაში ამხილა და რასაც ხალხის პროტესტი მოხვა? ან იქნება ათობით მედია საშუალების დახურვასა და ცენზურას უთვლიან უკრაინას დრამატულ რეფორმებში, რადგან სხვა რეფორმა არ გვსმენია, არც გვინახავს. ტელევიზორში პირველი არხი მარათონია, მეორე არხიც მარათონია, მესამეც და ასე შემდეგ. 9-ვე არხი მარათონია და ერთსა და იმავე ინფორმაციას გადასცემენ. არანაირი განსხვავება არ არის. იგივე ხდება მოლდოვაშიც, სადაც მედიის გარდა არჩევნების წინ უამრავი ოპოზიციური პარტიაც დახურეს. პოლიტიკური ლიდერები კი დააპატიმრეს. დახურეს ათობით გაზეთი და საინფორმაციო სააგენტო. დააწესეს ტოტალური ცენზურა. ყველას, ვინც მაიას სანდუს არ ეთანხმება, რუსეთის აგენტის იარლიყი ადევს. ამ დღეებში გაგაუზის ხელმძღვანელი ასევე რუსეთთან კავშირის ბრალდებით დაიჭირეს. და ევროკავშირი ამ ყველაფერს ამართლებს? Так они этими процессами управляют. არა თუ ამართლებს, სწორედ ევროკავშირი მართავს ამ პროცესებს. მათი კარნახით ხდება ამდენი უკანონობა. მოლდოვას სუვერენიტეტი გაუქმებულია. უკრაინული სცენარი საქართველოში არ გაუვიდათ. ვერც ომში ჩააბეს ქვეყანა და ვერც ვასალად აქციეს, რასაც ბრიუსელი ტრაგიკულად განიცდის. ასახავს იმ ტრაგიკულ მდგომარეობას, რომელიც არის დღეს შექმნილი ევროპულ ბიუროკრატიაში. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს ტრაგიკული მდგომარეობა შეიცვლება და ეს მუდმივი უკუსლა, რომელსაც განიცდის დღეს ევროპული სივრცე, როგორც დემოკრატიის კუთხით, ისე ადამიანის უფლებების კუთხით, ასევე ეკონომიკური კუთხით. იმედი გვაქვს, რომ შემოbrunდება. ასე რომ დრამატული ცვლილება ბრიუსელს მართებს. თორემ საქართველოს სწორ გზაზეა. მათ შორის ქართული ჯანდაცვის რეფორმებს ჯანმო რეგიონში გამორჩეულად მიიჩნევს. Minister Mikhail Sarjiveladze ულოცავ მინისტრ მიხეილ სარჯველაძეს მსოფლიო ჯანდაცვის გლობალურ ჯილდოს, რაც მას განხორციელებული რეფორმებისთვის მიენიჭა და ულოცავ საქართველოს მორიგ, მალარიისგან თავისუფალი ქვეყნის გლობალურ სტატუსს. ოფიციალურად მოგვანიჭა სტატუსი მალარიისაგან თავისუფალი ქვეყნის. ეს რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი იგივე ტურიზმისათვის, საქმიანი ურთიერთობებისათვის, პოლიომიელიტისაგან თავისუფალი ქვეყნის სტატუსი გვაქვს, ასევე წითურასაგან თავისუფალი ქვეყნის სტატუსი გვაქვს, ასევე ბავშვებში ბ ჰეპატიტი, რომელიც აცრების შედეგად ასევე აღარ არის პრაქტიკულად ქვეყანაში, ამისი სტატუსიც მონიჭებული გვაქვს. ამის მიზეზი იმუნიზაციის მაღალი მაჩვენებელია. სხვადასხვა ვირუსულ დაავადებებზე მოსახლეობის 97%-მდეა აცრილი, რაც პრევენციასაც განაპირობებს და დაავადებისგან თავისუფალი ქვეყნის სტატუსსაც. ეს კი უკრაინის სტატუსია ჯანმოს დასკვნაში. ომის მიუხედავად კლინიკების ნაწილი მაინც მუშაობს, რაც გასაკვირია. მოლდოვას ჯანდაცვას კი შეზღუდული წვდომისა და სიძვირის გამო უარყოფითი შეფასება აქვს. ამ
ფონზე ჯანმო საქართველოს ჰეპატიტთან მებრძოლი პარტნიორის სტატუსს ანიჭებს. საქართველოს სოფლიო ორგანიზაციის მოთანამშრომელი ცენტრი რო საქართველოსში გახდება ვიღაცა, და მაღალი ის არის დონე. ორია ევროპაში სულ რობერტ კოხის ინსტიტუტი გერმანიაში და ჩვენ. ქართული ჯანდაცვის რეფორმებს ჯანმოსთან ერთად გაეროს გენერალურ ასამბლეაზეც განიხილავენ. გერმანია კი ამ რეფორმების ნაწილს გაიზიარებს. It is a great privilege and honor for me to represent Georgia. ჩემთვის დიდი პატივია გაეროს გენერალურ ასამბლეას გაგიზიაროთ დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის გამოცდილება. საქართველოს გამოცდილება ძალიან საინტერესოა, მათ შორის პირველადი ჯანდაცვა. გერმანიაშიც გვაქვს მსგავსი გამოწვევები. პირველადი ჯანდაცვა. პირველადი ჯანდაცვა არის აი მთავარი ჭიშკარი ასე ეძახიან. აი მთავარი, ვინც პირველი მომსახურია რეალურად მოქალაქის საჭიროებების, რომელიც შეიძლება იქნებოდეს. გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმა ამ მიმართულებით. მომდევნო წლების განმავლობაში დაახლოებით 120 მილიონის ინვესტირებაზეა საუბარი. საბჭოთა პერიოდში პირველად ჯანდაცვას პოლიკლინიკების ქსელი ქმნიდა, რომლის დატაცება და კომერციულ ფართებად გაყიდვა 90-იანებში დაიწყო. ნაცმოძრაობამ კი ეს თითქმის ბოლომდე მიიყვანა. ეს რაღაცა წინა ხელისუფლებიდან დაგვრჩა ესე ვთქვათ, ესეთი მე ვიტყოდი არა ჯანსაღი მოდელი, რომელიც საქართველოში არის, როცა უმეტესი არის კერძო სისტემაში. კერძოს აქვს კომერციული ინტერესები და კერძო ცდილობს, რომ განავითაროს ის სერვისები, რომლებიც მონგებიანია. მეტად, ვიდრე ვთქვათ ის სერვისები, რომელიც პაციენტს ჭირდება. ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში ეს ერთმნიშვნელოვნად შემიძლია ვთქვა, რომ ეს არ იყო სამართლიანი პირობა, აქ იყო აი წმინდა სავაჭრო დაწყობილი ურთიერთობა, რომ აკეთე ის, რაც შეიძლება ბიზნესურად არ იყოს საინტერესო, მაგრამ სანაცვლოდ მაგალითად მოგება დაიბალანსეს სადღაციდან და ასე შემდეგ. შესაბამისად, სანამ საქმე კლინიკის კომერციულ ინტერესთა მოთოკვამდე მივა, მნიშვნელოვანია პაციენტმა ჯერ პირველადი ჯანდაცვა გაიაროს და თუ კლინიკური კვლევა არ სჭირდება, კლინიკაში არ აღმოჩნდეს. ამბულატორიული ქსელის გამართვა უკვე დაწყებულია. ქვეყნის მასშტაბით 1400 სოფლის ამბულატორიაა და ეს ერთ წელიწადში ვერ მოხდება, ამიტომ ეს იქნება ხანგრძლივი გეგმა, რომ საბოლოო ჯამში მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა ამბულატორია იყოს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი. სტანდარტი კი ყველა ამბულატორიისთვის ერთი იქნება, სოფელშიც და ქალაქშიც, და ის ფასადიდან დაწყებული აღჭურვილობით დამთავრებული ყველაფერს მოიცავს. 2024 წლიდან სოფლის ამბულატორიებისათვის განისაზღვრა ერთიანი სამშენებლო სტანდარტი და საჭიროების შემთხვევაში შემუშავდა სარეაბილიტაციო გეგმა მთელი ქვეყნის მასშტაბით და დარწმუნებული ვარ, რომ დასრულების შემდეგ მთელ ქვეყანას ექნება ერთიანი სტანდარტიზებული ამბულატორიული ქსელი. შემუშავდა პროექტი, რომელიც სიმართლე გითხრათ ძალიან მომწონს და ამ პროექტის მიხედვით ყველა სოფლის ამბულატორია იქნება ამ პროექტით აშენებული ზომებში იქნება განსხვავება. ორი ახალი უნიფიცირებული ამბულატორია ლანჩხუთის რაიონში უკვე გაიხსნა. შენდება ოზურგეთშიც, სოფელ მერიაში. მშენებლობაა სამეგრელოსა და იმერეთში და მომავალ წელს იქ ახალი ამბულატორიები ნოჯიხევში, ჭიტაწყარში, მუხურში, ჯვარში, საჩინოში, არგვეთში და კიდევ 10-მდე სოფელში გაიხსნება, რაც ჯამში 4 მილიონზე მეტი ჯდება. ესეთი мотиваციაა ეს სოფლის მოსახლეობისათვის და რაც მე მინდა რომ სოფლის მოსახლეობის სახელი დიდი მადლობა გადაუხადო ყველას. ეს ამბულატორია იყო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, ძალიან დიდი სოფელია. მე მაგალითად წარმოდენა გენღე არ ქონდა რომ ეს გაკეთებოდა. ამაში უდესწრებია ბატონი ირაკლის და ბატონი მიხეილის მინისტრის. ახალი მიდგომით ამბულატორიის ექიმს ფინანსური დაინტერესება ექნება, რომ რაც შეიძლება მეტად გამოიკვლიოს პაციენტი. მაგალითად, ჩართოს ის უფასო სახელმწიფო სკრინინგ პროგრამებში, რასაც ბევრი თავს არიდებს და ადრეულ ეტაპზე გამოავლინოს კიბო, ჰეპატიტი თუ სხვა დაავადება. ჩვენ შევცვალეთ დაფინანსების მეთოდოლოგია იმდენად, რომ გაუჩინეთ სტიმულები პირველად ჯანდაცვის ექიმებს ადრეულად აღმოაჩინონ და მაგალითად, რაც უფრო მეტ გამოვლენა ექნება, მით უფრო მეტი იქნება მის დაფინანსება. პაციენტის მეტი мотиваციისთვის მოძრავი სკრინინგ ლაბორატორიები სოფლებში კარდაკარ დადის.
განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ისეთი ინიციატივების სახალისება, რომელიც უკავშირდება მაგალითად ადრეულ დიაგნოსტიკას, ადრეულ აღმოჩენას ასეთი დაავადების და სხვადასხვა. არ არის არჩევანი, გაჩუმება და შიში ექიმთან ვიზიტის და გასინჯვის ყოველი დღე შეიძლება გახდეს ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენს ცხოვრებაში და რომ ადრეულ დიაგნოსტიკას აქვს უდიდესი მნიშვნელობა და გამოჯამრთელების ტოლფას. ეს არ ეხება მარტო თქვათ სიმსივნურ დაავადებებს, აქ ლაპარაკი იგივე ჰიპერტენზიაზე, რომელიც შემდგომ იწვევს გულსიზრახთა დაავადებებს, რიგს, ინსულტს, ინფარქტს და ასე შემდეგ და აი გარდაცვალებების სწორედ ლიდერები, გარდაცვალების კუთხით სწორედ ეს ნოზოლოგიებია. პირველადი ჯანდაცვის გარდა ამბულატორიებს ერთმანეთთან პროგრამული ქსელიც დააკავშირებს, რომელიც უკვე შენდება და შედეგად ექიმები ერთმანეთთან ვიდეო კონსულტაციას შეძლებენ, რაც ზუსტი დიაგნოზის დასმაში დაეხმარებათ. გაფართოვდა როგორც ტელემედიცინის, ისე ციფრული ტექნოლოგიების ქსელი 2024 წლიდან ციფრული ტექნოლოგიებით აღიჭრა სოფლის 60 ამბულატორია. შეიქმნა ამბულატორიების ერთიანი აღრიცხვის რეესტრიც, რაც მართვას უფრო ოპერატიულს და დინამიკურს ხდის. შესაბამისად იზრდება დიაგნოსტიკის ეფექტიანობაც. ამბულატორიები, სადაც სოფლის ექიმები არიან განთავსებული, შარშან გაკეთდა ერთიანი რეესტრი, ანუ გვაქვს სრული მონაცემები, სად, როგორ, რომელი ამბულატორია, ვის დაქვემდებარებაშია, რომელი ექიმი მუშაობს, ექიმების ვთქვათ, ასაკობრივი ჭრილიდან დაწყებული, რომ მზად ვიყოთ გადამზადე, ყველანაირი ინფორმაცია. ამ უმთავრეს სამედიცინო პროექტში ჩართვა და ამბულატორიების განვითარება კერძო სექტორსაც შეუძლია. თუმცა პირველად ჯანდაცვაში ფინანსური მოგება მინიმალურია და ბიზნესსაც ინტერესი არ გამოუჩენია. კერძო სექტორს აქვს ინტერესი, რომ პაციენტი მოიზიდოს, რომ შემდგომ ის ჰოსპიტალურ სერვისებში გადაიყვანოს. შესაბამისად, ჯანდაცვის სისტემის ისეთი რეგულირება, რომ არც ბიზნესი დაზარალდეს და არ მიატოვოს სექტორი, მაგრამ არც პაციენტს დაადოს დრაკონული ფასები, რთულია. მხოლოდ ბოლო პერიოდში გამოჩნდა მისი დაძლევის გზა, ეგრეთ წოდებული DRG სისტემის სახით. დღემდე პაციენტებს უწევდათ დამატებითი ხარჯების გაწევა. ისეთი შეიძლება ეს ხარჯი გაზრდილიყო ექიმის ჰონორარის ხარჯზეც და DRG მექანიზმით დაფინანსება უკვე გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ კონკრეტული თანაგადახდა კონკრეტული სერვისისთვის ყველა დაწესებულების დონეზე იყოს ერთი და მოკლედ თანაბარ პირობებში ჩადგეს როგორც პაციენტი, ასევე ნებისმიერი კლინიკა. შედეგად, თუ კი ამბულატორია პაციენტს კლინიკაში გადაამისამართებს, მას იქ ყველგან ერთიანი ნიხრი დახვდება. მანამდე იყო რა თქმა უნდა ქაოსური ეს. ქაოტური იყო იმიტომ რომ მაგალითად არ ვიცი რომელიმე პოპულარული ექიმის შემთხვევაში ან რომელიმე პოპულარული საავადმყოფოს შემთხვევაში ერთი და იგივე სერვისი შეიძლება სხვადასხვა ფასი დაჯდომოდა პაციენტს. და აქ ეს მიდგომა რომ ბაზარი დაარეგულირებს რაღაცას ბუნებრივია რომ არარელევანტურია. პაციენტს ესაჭიროება სერვისი, ეს სერვისი უნდა მიაწოდოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილე ყველა კლინიკამ და უნდა მიაწოდოს კონკრეტულად აი ამ რეგულირებული ფასი. ფასების რეგულირების პირობებში კლინიკები ცხადია ისეთ სუპერმოგებას ვეღარ ნახულობენ, როგორც ნაცმოძრაობის პერიოდში. თუმცა საკმარის იმისათვის, რათა მუდმივად ფართოვდებოდნენ და საერთაშორისო ხარისხსაც ნერგავდნენ. კლინიკა, რომელიც სრულად იქნება ორიენტირებული ონკოლოგიის და რადიაციული თერაპიის სერვისებზე, ლუბლიანას ქუჩაზე განთავსდება. თოდუას ონკოლოგიური ცენტრი ლუბლიანაზე საავადმყოფოების კლასტერში გაიხსნება და ყველა სერვისს მოიცავს, რაც კი დასავლეთის წამყვან ქვეყნებშია ხელმისაწვდომი. ეს მით უფრო მნიშვნელოვანია, რომ უცხოეთში მკურნალობაზე დახარჯული თანხა ძალიან მოცულობითია და ამ ფინანსების ადგილზე გამოყენება ქართულ ჯანდაცვას დამატებით ბიძგს მისცემდა. სამინისტროსთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ მუდმივად მზარდი იყოს და მუდმივად განვითარებადი სამედიცინო სერვისები, რომელსაც აწვდიან სულ ერთია ეს კერძო დაწესებულებები თუ სახელმწიფოს მართვის ქვეშ ყოფი დაწესებულებები. ესენი ერთვებიან სწორედ იმ მიმართულებებზე სამუშაოდ, რომელიც ყველაზე მეტად შეიძლება იყოს აქტუალური ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის პაციენტებისთვის. სამედიცინო ტურიზმის გამო გადინება თანხები საკმაოდ მაღალია, უნალობის ნაწილი სახელმწიფო ფარავს იქ, მაგრამ საცხოვრებელ ხარჯს და ასე შემდეგ. სადღაც დაახლოებით ალბათ ერთი ბიუჯეტის რაოდენობა, რომელიც გაედინება უცხოეთში. ჯანდაცვის ბიუჯეტის წლიურად. არადა ხშირ შემთხვევაში იმავე ხარისხის სერვისის მიღება ადგილზეც არის შესაძლებელი. უბრალოდ ქართული კლინიკებისადმი ნდობა ჯერ ისევ არასაკმარისად მაღალია. შთაბეჭდილება ან
აღქმა იმისა, რომ შეიძლება რომელიმე სხვა სახელმწიფოში უკეთესი სტანდარტით მიღწევადი იყოს სერვისი. ძირითადი განმაპირობებელი ფაქტორი ამ შემთხვევაში არის მაინც აღქმა და რეპუტაცია, რომელიც დღეს ქართული ჯანდაცვის სისტემას რეპუტაცია სამწუხაროდ არის ისეთი მდგომარეობა, როდესაც დაბინძურებულია რეპუტაცია, უსამართლოდ დაბინძურებულია. იმასთან ერთად, რომ სრულიად თანამედროვე კლინიკები ჩნდება ქართული ჯანდაცვის ბაზარზე, სადაც უცხოური განათლებისა და გამოცდილების ექიმები მუშაობენ, ეს პრობლემაც თანდათან მოგვარდება. მენტალური ჯანმრთელობის საუნივერსიტეტო კლინიკა პაციენტებს მომავალი წლიდან მიიღებს. ამ დროისთვის სამედიცინო დაწესებულება აღჭურვის ეტაპზეა. ეს იქნება ინფრასტრუქტურისა და სამკურნალო მეთოდების მხრივ ყველაზე თანამედროვე და ასე მეტ საწოლზე გათვლილი საავადმყოფო. ესეთ მასშტაბის პროექტი ძალიან მრავალი ათწლეული არ განხორციელებულა, რომ გათვალისწინებული ყოფილიყო როგორც ადგილობრივი მოთხოვნები, ისე საერთაშორისო სტანდარტები. ყველა კლინიკაში დაფინანსების მეტ წილს პაციენტი სახელმწიფოსგან იღებს და სახელმწიფო აკონტროლებს ასევე, რომ პაციენტის თანაგადახდა ოპტიმალური იყოს. მეტიც მოწყვლადი ჯგუფებისთვის თანაგადახდის ზედაზღვარი დაწესდა, რაც პენსიონერის შემთხვევაში 500 ლარია. რამაც პრაქტიკულად შეუმსუბუქა ჩვენს მოქალაქეებს ის მძიმე ტვირთი, რაც ჯანდაცვის საჭიროების დროს წარმოექმნებოდათ. პაციენტს გაცილებით შეუმცირდა, რადიკალურად შემცირდა ფინანსური ტვირთი უშუალოდ, რომელსაც თვითონ სწევდა. სახელმწიფო დადგა რეალურად მის ნაცვლად და ბევრი რაღაც საკუთარ თავზე აიღო. თუმცა ჩვენთვის პრიორიტეტია, რომ ის თანხა, რომელიც იხარჯება ჯანდაცვაზე, ის იყოს მაქსიმალურად ეფექტზე ორიენტირებული. ბიზნესთან აღებ მიცემობის ურთიერთობამ ნაცმოძრაობის პერიოდში მედიკამენტის ფასი განსაკუთრებით გაზარდა. წამლის წილი მკურნალობის ხარჯში 60%-საც გადასცდა, რაც სრული ანომალია იყო. პრობლემა ბოლო წლებში რეფერენტული ფასების შემოღებით გადაწყდა. თითოეულ წამალზე სამინისტრო იმპორტის გასაშუალოებულ ფასს ანგარიშობს და უფრო მაღალი ფასის დაწესებას ფარმაცევტულ კომპანიას უკრძალავს. ანუ ვადარებთ რამოდენიმე ქვეყნის ფასებს და იმ ფასზე მაღლის დადება, ვთქვათ, იმპორტიორს, წამლის იმპორტიორს არ შეუძლია, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა წამლის რიგ მიმართულებად წამლის ფასი. რეფერენტული ფასების შემოღებამ დაახლოებით 40%-ით გააიაფა წამლის ფასები და შეამცირა ჯიბიდან გადახდები. მანამდე ამა თუ იმ წამალზე ფასნამატი აფთიაქებში 3000%-საც აღწევდა. კონტროლში ეფექტიანად ჩაერთო კონკურენციის სააგენტოც, რომელმაც გამოავლინა, რომ ფარმაცევტული კომპანიები ერთმანეთთან გარიგებით ზრდიდნენ წამლის ფასს და სახელმწიფო პროგრამიდან რეალურზე მეტ თანხას ისაკუთრებდნენ, რისთვისაც სათანადოდ დაჯარიმდნენ. 4 კომპანიის მიერ ადგილი ჰქონდა იდენტურ ფასს წარმოქმნას. კერძოდ კომპანიების მიერ სამინისტროს დახურულ პორტალზე წარდგენილი ფასები ერთი თეთრი სიზუსტით ემთხვეოდა ერთმანეთს. სააგენტომ გამოავლინა იდენტური ფასის 88 შემთხვევა აღნიშნულ პერიოდში. შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილებით კომპანიებს ჯამში დაეკისრა 53 მილიონ ლარამდე ჯარიმის მოცულობა. საუბარია ონკოლოგიის უნიკალურ პროგრამაზე, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო ნებისმიერ პაციენტს კვლევისა და მკურნალობის ხარჯს სრულად უფინანსებს. პროგრამამ ათასობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა და სწორედ ამ მნიშვნელოვანი პროგრამიდან ცდილობდნენ ყველაზე ავტორიტეტული ფარმაცევტული კომპანიები ფულის მოპარვას. ნაცმოძრაობის პერიოდში სანამ ამ ტვირთს თავის თავზე სახელმწიფო აიღებდა, ზედმეტ თანხებს პაციენტი იხდიდა. ბევრს ძალიან ძვირი სამკურნალო სესხის აღება და ვალის მახეში გაბმა უწევდა. ვინც ამასაც ვერ ახერხებდა, იღუპებოდა. ხშირად უჯრედად თქვა, მანქანის, ბინის გაყიდვა და კატასტროფულ დანახარჯებთან ჰქონდათ შეხება და ეს იყო ძალიან ხშირი. ამ შემთხვევაში ეს ტვირთი მთლიანად უმეტესწილად აიღო სახელმწიფო. თანაც აიღო ისე, რომ დასავლეთში არსებული ყველაზე მაღალი სტანდარტი შემოიღო და დააფინანსა. ხელშეკრულება გააფორმა კიბოს წამლის მწარმოებელ ყველაზე დაწინაურებულ კომპანიებთან და მკურნალობის ყველაზე პროგრესული პროტოკოლით დანერგა. მხოლოდ ის მედიკამენტი, მხოლოდ ის საშუალება არის დაშვებული საქართველოში, რომელიც დაშვებულია ძალზედ განვითარებულ სივრცეებში, ასე ვთქვათ, ეს არის ევროკავშირი, ეს არის შეერთებული შტატები, ეს არის კანადა, ეს არის სამხრეთ კორეა, ეს არის იაპონია. ყველაზე ინოვაციური მედიკამენტები, რომელსაც კონკურენტი არ აყავს პრაქტიკულად და უნიკალურია თავისი არსით, შესაბამისად ასეთი მედიკამენტების შესყიდვა დაიწყო სახელმწიფომ და ამით მომარაგება. ეს მნიშვნელოვანია. აქ ბუნებრივია, რომ ყველა სახელმწიფო ამას ერთბაშად ვერ ახერხებს და გაცილებით მეტ შესაძლებლობას ვაძლევთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს
ვიდრე შეიძლება ეს მეზობელ სახელმწიფოებში იყოს. და ეს ბრიუსელს გარდა ყველა საერთაშორისო დონეზეა აღიარებულიც და დაფასებულიც და გაეროს გენერალურ ასამბლეაზეც აღინიშნა. Introducing reference pricing and managed entry agreement mechanisms. ჩვენ დავნერგეთ რეფერენტული ფასები, რამაც შეამცირა ფინანსური ბარიერები ქრონიკული დაავადებებისა და სიმსივნური დაავადებების მართვაში. ბოლო 2 წელიწადში საქართველოს აამოქმედა კიბოსა და სხვა დაავადებების სრული დაფინანსების პროგრამა, ხოლო პირველადი ჯანდაცვის დონეზე უფასო სკრინინგის პროგრამები. თუმცა არა მხოლოდ სრული დაფინანსებაა მნიშვნელოვანი, არამედ პროგრამის ორგანიზებაც. პაციენტს მხოლოდ რეგისტრაცია მოეთხოვება. დანარჩენზე სახელმწიფო ზრუნავს და არჩეულ კლინიკაში მედიკამენტსა თუ პროცედურას გაწერილ დროს იღებს. ეს წამლები, თქვათ, პაციენტმა სადმე კი არ უნდა შეიძინოს, არამედ პირდაპირ კლინიკაში მიეწოდებათ მათ, რაც ამცირებს ამ ბიუროკრატიულ დროს და აჩქარებს მკურნალობის პროცესს და რა თქმა უნდა უკეთეს ხდის გარემოს. ასეთი მიდგომა 10,000 ადამიანს სიკვდილისგან იხსნის და ეს საქართველოს C ჰეპატიტის პროგრამით მსოფლიოს უკვე აჩვენა. შემიძლია ვთქვა, რომ აი რაღაცნაირად თავიდან გაიცნო საქართველოს მსოფლიოს სამედიცინო საზოგადოებამ. სადაც არ ვართ ხოლმე უცხოეთში ყველგან, აი როგორც კი შევხვდებით რაღაცა კოლეგებს, უცხოელ კოლეგებს და გაიგებენ რომ ჩვენ ვართ საქართველოსდან, აი ყოველთვის მოდის შეკითხვები, რომ აი თქვენი C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა და რაც ძალიან საამაყოა. C ჰეპატიტის შემთხვევაში მხოლოდ გამოვლენილი იქნა და დასკვნილი 100,000-ობით მოქალაქე და მათ შორის 87,000 მოქალაქეს უკვე ჩაუტარდა მკურნალობა და გამოსავალი არის საუკეთესო გამოჯანმრთელების პროცენტი არის 98.5%. ჯანმომ, რომელიც საწყის ეტაპზე აფინანსებდა პროგრამას, მიიჩნია, რომ ჰეპატიტთან დამოუკიდებლად ბრძოლისთვის ქართული ჯანდაცვა უკვე მზადაა. და ასეც არის. იმის მიუხედავად, რომ ერთ პაციენტს მხოლოდ მედიკამენტები საშუალოდ 30,000 ლარი უჯდება. მეტიც, შარშან სამინისტრომ B ჰეპატიტთან ბრძოლის პროგრამაც აამუშავა, რაც C ჰეპატიტზე ნაკლები არ ჯდება და რის გამოც სადაზღვევო კომპანიები მის დაფინანსებაზე უარს აცხადებდნენ. შესაბამისად, B ჰეპატიტის პროგრამის სრული დაფინანსებაც ისევ სახელმწიფო მიკისრა. ჩვენ ასევე წამოვიწყეთ B ჰეპატიტი, რომელიც არანაკლებ მზაკრული დაავადება გახლავთ, 1800 კაცი უკვე ჩაერთო აქტიურად, ჩვენ კიდევ უფრო მეტად მოუწოდებთ მოსახლეობას, რომ უფრო მეტად ჩაერთო, ვისაც აქვს მოვიდნენ და მიიღონ ეს მკურნალობა. ექიმის კონსულტაცია, საკონტროლო გამოკვლევები, მედიკამენტები, შემდეგში მონიტორინგისთვის აუცილებელი ყველა კვლევა პაციენტისთვის არის აბსოლუტურად უფასო. უფასოც და მაღალი ხარისხისაც, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ჰეპატიტის ელიმინაციაზე მომუშავე ინფექციურმა საავადმყოფომ ახალი შენობა მიიღო. და მოგილოცოთ თბილისის ინფექციური პათოლოგიის და შიდსის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის ხელმძღვანელობას, ყველა ექიმს, სექტანს, თითოეულ თანამშრომელს ახალი საკუთარი შენობა ამ შენობაში გადასვლა. ეს არის ახალი 11 სართულიანი შენობა, რომელიც შეესაბამება უმაღლეს სტანდარტებს, აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით და ტექნიკით. ჩვენი გუნდის ოცნება ასრულდა და ჩვენ გვაქვს ჩვენი საკუთარი შენობა. ეს არის სიმბოლო სახელმწიფოს წინსვლისა, რომელიც აი ამ სახით წარმოაჩენს მომავალ ზრუნვას ნამდვილად მოქალაქეების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე. კარდინალურად იცვლება ნარკოდამოკიდებულთა მართვის სტრატეგია. ახალი მიდგომით პრიორიტეტი და საბოლოო მიზანი პაციენტის განკურნება და არა სხვა ნარკოტიკის ჩანაცვლებით პრობლემის შერბილება. მთელი სისტემა პრაქტიკულად მოწყობილი იყო ისე, რომ მკურნალობაზე, შედეგზე, ადამიანის ხელშეწყობაზე რომ დაძლიოს ეს დაავადება, ნაკლებად იყო ამაზე ორიენტირებული. მთელი სისტემა უფრო მეტად ორიენტირებული იყო იმაზე, რომ ზიანის შემცირება ყოფილიყო მხოლოდ იმ მეთოდით, რომ კმაყოფილი ყოფილიყო ნარკოდამოკიდებული პირი. ჩვენ უნდა დაუპირისპირდეთ ნარკოდამოკიდებულებას როგორც სინდრომს. ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ ეს მდგომარეობა რაც შეიძლება მეტ ადამიანს დავამარცხებინოთ. ლეგალური სტატუსის მისაღებად ნარკოდამოკიდებულს სახელმწიფო აქამდე ერთადერთ გზას, შედარებით მსუბუქ ნარკოტიკზე გადასვლას თავაზობდა, რაც ნარკომანიასთან ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავდა. ახლა კი ჩანაცვლების პროგრამა მკურნალობაზე გადასვლის მხოლოდ ერთი საფეხური იქნება. ჩანაცვლებაც თავის მხრივ იქნება არა მუდმივი ჩანაცვლება, როგორც ასეთი,
და მუდმივად ნარკოტიკით მომარაგებაზე ორიენტირებული. არამედ ეს იქნება იმაზე ორიენტირებული, რომ თვითონ ადამიანი, ვისთვისაც ჩანაცვლებითი თერაპია არის არჩევანი, ამ შემთხვევაში მათაც ხელი შეუწყოთ შემდგომი განვითარებისთვის. უმთავრესი კი საყოველთაო ჯანდაცვაა, რომლის მოცვა და ბიუჯეტი ბოლო წლებში კიდევ უფრო გაფართოვდა. 3 წლის განმავლობაში დაახლოებით 29%-ით არის მომატებული ჯანდაცვის ბიუჯეტი. ეს კოლოსალური მატება და სადღაც 1,9 მილიარდს მიაღწია. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ამ თანხის რაციონალური ხარჯვა, რომ პაციენტმა მაქსიმალური სიკეთე მიიღოს. ამისთვის კი ფასის კონტროლს გარდა ჯანდაცვის სამინისტრო ხარისხის სტანდარტსაც აწესებს, მათ შორის სახელმწიფო კლინიკების განვითარებით. რავი, თუ რამე რაღაცა გაგიჭირდა სიტყვაზე რაღაცა გეტყინა რამე და მიდადო ხო ერთის მაგერ ორი და სამი მოდის. ვინც არიან მომსახურე პერსონალი, მედ და სანიტარები, ყველაფერი არის იდეალურ მდგომარეობაში, მე ასე ვიტყოდი. ასეთია პაციენტების გამოცდილება რუხის რეაბილიტირებულ კლინიკაში, რომელიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გაიხსნა და ადგილობრივებთან ერთად აფხაზეთიდან თვეში 300-მდე პაციენტს ემსახურება. ბევრი წლები ეს კლინიკა სიმართლე რო ვთქვათ არ იყო შესაბამის პირობებში და შესაფერის პირობებში და ეხლა ნამდვილად საამაყოები არიან და ჩვენ ძალიან ვამაყობთ. კარგი სინთეზია ახალი აპარატურის და ეთესვები ახლა სულაც ჩამოვიდა. გასულ თვეში ქუთაისში ჩხობაძის სახელობის განახლებული კლინიკა გაიხსნა, რომელიც თავისი აღჭურვილობითა და პერსონალით დასავლეთ საქართველოში ერთ-ერთი უმთავრესი სამედიცინო центრი ხდება. ის არის საერთაშორისო მაღალი სტანდარტის მქონე დაწესებულება დღეს, რომელსაც შეუძლია ძალიან მნიშვნელოვან გამოწვევებთან გამკლავება. სრულად გადახალის და მიმღები განყოფილება, ეგრეთ წოდებული emergency მნიშვნელოვანი აპარატურის შეძენა და რეაბილიტაცია მოხდა ქირურგიაში, ისევე როგორც ქირურგიულ ბლოკში, ზოგად რეანიმაციაში და რა თქმა უნდა მინდა მიულოცო. წინ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა რესპუბლიკური საავადმყოფოს სრული რეაბილიტაცია და აღჭურვა. მიმდინარე რეფორმების კასკადიც სათავეს სწორედ ამ საავადმყოფოსთან დაკავშირებული კრიზისიდან იღებს, რომელმაც სისტემაში დაგროვებული პრობლემები გამოაჩინა. საავადმყოფოს თანამშრომლები ჯანდაცვის სამინისტროს იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვით არსებული შენობის ნაწილი უნდა დაინგრეს და მის ახლოს ახალი კლინიკა აშენდეს. გამოუცხადოთ სრული უნდობლობა როგორც მობილის ხელმძღვანელობას, გამოუცხადოთ კლინიკის ხელმძღვანელობას სრული უნდობლობა და სასწავლებლო მოვითხოვოთ შეხვედრა. პერსონალი მინისტრთან შეხვედრას და იმის გარკვევას ითხოვდა, მართლა უნდა დანგრეულიყო თუ არა რესპუბლიკური საავადმყოფო. როცა საქმე გვაქვს დარგობრივ სამინისტროსთან, არის საჭირო მაქსიმალურად შეძრო თანამშრომლობა პირველ რიგში დარგის წარმომადგენლებთან, სპეციალისტებთან, არის სწორი მიდგომა საჭირო ამ თვალსაზრისით. მე ხარ მინდა შევიდე ნიუანსებში, რა დონეზე იყო ეს პრობლემა, ვისგან იყო ეს პრობლემა და ამ შემდეგ, მაგრამ ფაქტია, დავინახეთ, რომ იგივე რესპუბლიკური საავადმყოფოს შემთხვევაში იყო სხვა შემთხვევები, ასეთი კომუნიკაციის პრობლემა არსებობდა. შეუძლებელია უბრალოდ ჩვენ ეპოქაში რომ ვიცხოვროთ ისე რომ რაღაცნაირად ეს ხიდები იყოს ჩატეხილი. ხიდიც აღდგა, კომუნიკაციაც და რესპუბლიკური სრული რეაბილიტაციის პროექტიც შედგა. გამოინახა სახსრებიც. ერთ თვეში რაც ახალი მინისტრი დაინიშნა, იმდენჯერ იყო უკვე შეხვედრა სექტორთან, ამდენჯერ მე მგონი ბოლო 4 წლის განმავლობაში საერთოდ ყოფილა შეხვედრა და შესაბამისად მე ვფიქრობ, რომ ძალიან სწორია, რომ მოსმენა დაიწყო. ძალიან სწორი მოსმენას თუ დაიწყებ, ნიშნავს იმას, რომ ძალიან სწორ დასკვნებს გააკეთებს ის პოლიტიკას გეგმავს. პრემიერმა განაცხადა, საავადმყოფო შენობის დემონტაჟი არ განხორციელდება, ვიდრე არ აშენდება ახალი საავადმყოფო. შესაბამისად, გაჩერდება აქამდე დაწყებული პროცესი, რომელიც უკავშირდებოდა ექიმებისა და პერსონალის მიერ განცხადებების დაწერასა და რეორგანიზაციას. ჩვენ საფუძველს უყრით შენებლობას, რომელიც სრულიად ახალ სიცოცხლეს შესცემს რესპუბლიკურ საავადმყოფოს და ახალ სიცოცხლეს შესცემს ამ ხანგრძლივ ტრადიციებს. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ შარშან ზუსტად პრემიერ-მინისტრმა დააანონსა და შემუშავდა კონცეფცია, რომლის მიხედვითაც რესპუბლიკური საავადმყოფოს ძველი 12 სართულიანი შენობის სრული რეაბილიტაცია იგეგმება. და მადლიერების აქციემაც არ დააყოვნა. რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალი თავრობის ახალ კურსს მხარს უჭერს და მზად არის დაგეგმილ რეფორმაშიც აქტიურად ჩაებას. ჩვენ გვინდა დიდი მადლობა უთხრათ პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს, რომელმაც ძალიან გულისყურით მოგვისმინა, გაიზიარა ჩვენი მოსაზრებები და მიიღო ჩვენისათვის ყველაზე ბრძნული და ყველაზე რაციონალური გადაწყვეტილება.
რესპუბლიკური სრული რეაბილიტაციის გარდა მის ეზოში მაღალტექნოლოგიური სამედიცინო ცენტრის აშენებაც იგეგმება და მთლიანობაში ეს ტერიტორია მნიშვნელოვან სამედიცინო ჰაბად იქცევა. ქართული ჯანდაცვის რეფორმები ძალიან შთამბეჭდავია, როგორც წამლების ხელმისაწვდომობის კუთხით, ასევე მსხვილ პროგრამებში სახელმწიფო დაფინანსების წილით, ველით შემდგომ წინსვლასაც. ჯანდაცვის მიმდინარე რეფორმები რამდენიმე წელიწადში დასრულდება და ვიზით თუ უვიზოდ, ევროპაში სამკურნალოდ წასვლაც დღის წესრიგში აღარ იქნება.